დუბლის 3 ვცდილობთ რომ კვლავ ჩავერთოთ და გავაგრძელოთ საუბარი გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის პროგრამის შესახებ და იმის შესახებ თუ რას აკეთებს ახალგაზრდობის წარმომადგენელი და შემდეგ როგორ უნდა ჩავერთოთ ამ პროგრამაში, როგორ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. დრო ცოტა დაგვრჩა მხოლოდ 10 თებერვლამდე. და პირველში რას აკეთებს ახალგაზრდობის წარმომადგენელი? წინა ლაივში ჩვენ ვისაუბრეთ, მე ვისაუბრე კონკრეტულად ახალგაზრდობის წარმომადგენლის პროგრამის ისტორიაზე საქართველოში და მსოფლიოში. შეგიძლიათ მასაც გაეცნოთ. ამ ლაივში შეგიძლიათ კომენტარები დაუწეროთ, კითხვები კომენტარებში და ლაივის დასრულების შემდეგ გიპასუხებთ აუცილებლად დამაზუსტებელ კითხვებზე, რადგან არ შეგვიძლია რომ პირდაპირ ეს კითხვები დამისვათ. რას ვაკეთებდი მე? ზოგადად სხვადასხვა ახალგაზრდობის წარმომადგენელი სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა რამეს აკეთებს. არიან ახალგაზრდობის წარმომადგენლები, რომლებიც თვეობით მუშაობენ გაეროში და არიან პრაქტიკულად სტაჟიორები თავიანთ დიპლომატიურ მისიებში, ანუ საელჩოებში გაეროსთან. ჩემ შემთხვევაში პირველი და ყველაზე მთავარი რასაც ვაკეთებდი იყო რეგიონული ტური. რეგიონული ტურის ფარგლებში დავდიოდი სკოლებში, უნივერსიტეტებში, ახალგაზრდულ ორგანიზაციებში. ასევე ძალიან საინტერესო იქნებოდა ალბათ პროფესიულ სასწავლებლებში, ან იგივე მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებშიც მათ შორის ვიზიტი. და ახალგაზრდებთან საუბარი, მათი გამოკითხვა, რა გამოწვევები აქვთ, ან რა უნდათ რომ მსოფლიოს უთხრან, ან თქვენ რომ უთხრათ, უკვე როგორც ახალგაზრდობის წარმომადგენელმა საერთაშორისო ასპარეზზე. ასევე ვსაუბრობთ ხოლმე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე და როგორ შეგვიძლია ჩვენ ამ მიზნების შესრულებას ხელი შევუწყოთ. ამის გარდა მე პირადად ასევე ჩამყავდა სხვადასხვა არასტანდარტული პროფესიის ადამიანი, იმისთვის რომ დამენახებინა თუ რამდენად დიდი არის პროფესიების არჩევანი, რამდენად ფართოა. მაგალითად ასე ჩაიყვანე ეკა ქვლივიძე, რომელიც არის სამხედრო პილოტი, ქართველი, უკვე აღარ არის, მაგრამ ყოფილი სამხედრო პილოტია. ასევე მაგალითად ბიოფიზიკოსი, კიდე ფიზიკის სპეციალისტი, ატომური ფიზიკის, მოცეკვავე, ბალეტის და ასე შემდეგ. და ვსაუბრობდით ასევე კარიერის დაგეგმვაზე და სხვადასხვა ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების თუ სხვა ქვეყნის თუ ორგანიზაციის მიერ ახალგაზრდებისთვის დაფინანსებულ პროგრამებზე, გაცვლით პროგრამები, ტრენინგები, მოხალისეობა, სტაჟირება. ასევე ვატარებდი საჯარო გამოსვლების ტრენინგსაც, უსინათლოსთან ურთიერთობის ან სხვადასხვა თემები, რომლებიც ჩვენ გვაინტერესებს, ანუ ჩემ შემთხვევაში, რადგან მე შემოპირი ვარ და ეს თემები ვიცი, ამიტომ ამ მიმართულებითაც ვატარებდი სხვადასხვა სესიებს. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, ის მიმართულება აირჩიოთ, რომელიც თქვენ უფრო გაინტერესებთ, არ ვიცი, მაგალითად, მეწარმეობა ან საპროექტო განაცხადის შევსება, ან სხვა ნებისმიერი სფერო, რომელიც თქვენ დაგაინტერესებთ. ამას გარდა ინდივიდუალურ კონსულტაციებსაც ვუწევდი ახალგაზრდებს, თქვათ, ვიღაც საინტერესებს, რომ გასაუბრების დროს რა უნდა გაითვალისწინოს, ან როგორ მოემზადოს საჯარო გამოსვლისთვის. გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებითაც ვეხმარებოდი, ვაკავშირებდი სხვადასხვა პროგრამებთან და ოფისებთან. შევახვედრე ახალგაზრდები გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, ანუ გაეროს სააგენტოები, რაც კი არსებობს 14 სააგენტო საქართველოში, მათ საერთო კოორდინატორს. ასევე მე მიმყავდა, რადგანაც პანდემიის გამო შეზღუდვების გამო მე ვერ წავედი ამერიკაში მეორედ და ამაზეც გეტყვით. ამის მაგივრად გავაკეთეთ გადაცემების ციკლი ონლაინ რადიო ჩემი ხმის ეთერში, სადაც ვიწვევდით ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, მათ შორის მოხალისეთა ჰაბის წარმომადგენლებიც ყავდა მაგალითად მოწვეული და მათ ვასაუბრებდით მათ ორგანიზაციებზე, ასევე მაგალითად ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ყავდნენ მოწვეული, ფლექსის მომავალ ლიდერთა გაცვითი პროგრამის კურსდამთავრებულები ყავდნენ მოწვეულები. ამის გარდა დიდი ნაწილი ხო ახალგაზრდობის წარმომადგენლის საქმიანობისა არის გაეროში 2 ვიზიტი. ერთი არის ხოლმე შემოდგომაზე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ანუ სხვადასხვა სახელმწიფოები, გაეროს წევრი სახელმწიფოები, როდესაც იკრიბებიან. იქ არის მესამე კომიტეტი, რომელიც ეხება სოციალურ განვითარებას და ადამიანის უფლებებს და ამ კომიტეტზე გამოდიან ხოლმე ახალგაზრდობის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნების. იმ ქვეყნებს, როდესაც არ ყავთ ახალგაზრდობის წარმომადგენლები, იქ წარმოადგენენ კარიერული დიპლომატები, ელჩებიც კი, მრჩევლები და სხვა მათ შორის.
და აქვთ ხოლმე 5 წუთი თავისი სათქმელის სათქმელად. ჩემი გამოსვლაც, ანუ საქართველოს სახელით გამოქვეყნდა შემდეგ და აიტვირთა უკვე გაეროს პორტალზე. ჩვეულებრივ ამ დიპლომატისთვის განკუთვნილ ადგილას ვიჯექი, მქონდა დიპლომატიური ვიზა და წარმოვადგენდი რეალურად ვიყავი საქართველოს დელეგაციის ნაწილი. ასევე. დაახლოებით მე პირადად იქ გავატარე მაშინ დაახლოებით 10 დღე. და ამ ერთი გამოსვლის გარდა, ანუ ეს გამოსვლაც გაშუქდა ამერიკის ხმის ეთერში, მაგალითად და სხვადასხვა მედია საშუალებებითაც. ამას გარდა სხვადასხვა დიპლომატიური წარმომადგენლობები გაეროსთან, ასევე თვითონ გაერო და ახალგაზრდობის წარმომადგენლები აწყობენ პარალელურ ღონისძიებებს, ეგრეთ წოდებულ side event-ებს, რომლებიც აიხობენ პატარა კონფერენციები, ვთქვათ საათნახევრიანი, 2 საათიანი, სხვადასხვა თემებზე, მაგალითად ქალების და გოგონების განათლება, ახალგაზრდების დასაქმება, მენტალური ჯანმრთელობა. ყავთ რამდენიმე მომხსენებელი და შემდეგ დამსწრებს შეუძლიათ კითხვების დასმა ან კომენტარების გაკეთება და ეს არის ის ადგილი, სადაც ახალგაზრდობის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან, ერთმანეთს იცნობენ, უფრო უსვამენ კითხვებს, იქ უფრო მეტნი არიან ხოლმე ახალგაზრდობის წარმომადგენლები, უფრო არაფორმალური გარემო არის, იმიტომ რომ ნაკლები დიპლომატი არის ფიზიკურად წარმოდგენილი და ასე შემდეგ. ამას გარდა ახალგაზრდობის წარმომადგენლები ერთვებიან გაეროს ან სოციალური და ეკონომიკური საბჭოს ახალგაზრდულ ფორუმში. შარშან მე ამ ფორუმზე წასვლა ვერ მოვახერხე, იმიტომ რომ პანდემიის გამო ის გაუქმდა და ნაწილობრივ ონლაინ ჩატარდა შემდეგ. თუმცა ძალიან ბევრ ონლაინ ღონისძიებაში ვიყავით ჩართული წლის განმავლობაში, მათ შორის ახლაც დღესაც ვიყავი გაეროს და ევროკავშირის და პორტუგალიის მისიების ერთობლივად ახალგაზრდობის წარმომადგენლებისთვის გამართული იყო ღონისძიება და იქაც ვისაუბრე გამოვედი სიტყვით. ამას გარდა რა გვჭირდება, ხა როგორ გავხდეთ ეს ახალგაზრდობის წარმომადგენლები. უნდა ვიყოთ 18-25 წლის ასაკის კონკურსის დასრულებისთვის. უნდა ვფლობდეთ ძალიან კარგად ქართულ და ინგლისურ ენებს წერილობით და ზეპირად, ქართული იმიტომ რომ საქართველოს ყველა კუთხე უნდა დავფაროთ და ინგლისური იმიტომ რომ გაეროში ინგლისურად უნდა ვისაუბროთ. უნდა ვიყოთ საქართველოს მოქალაქეები, ვიცნობდეთ კარგად როგორც საქართველოს ახალგაზრდულ პოლიტიკას, ახალგაზრდულ სტრატეგიებს, გეგმებს, როგორც მუნიციპალურ, ასევე ცენტრალური მთავრობის და ასევე უნდა ვიცნობდეთ საერთაშორისო ახალგაზრდულ პოლიტიკას გაეროსი. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, გაეროს სტრატეგია 2030 წლის, გაეროს სააგენტოების საქმიანობას საქართველოში, რომელიც სააგენტოებია წარმოდგენილი. იმიტომ რომ ამ ყველაფერზე აუცილებლად გკითხავენ გასაუბრებაზე, ან ესეშიც გამოჩნდება გარკვეულწილად ჩვენი ეს ცოდნა. და ასევე უნდა გქონდეს კარგი გამოცდილება მდიდარი ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის, იმიტომ რომ ჩვენს რეგიონულ ტურს დავგეგმავთ ჩვენ. ძირითადად კი იქნება 1-2 ორგანიზაცია და სკოლა, რომელიც რო გაიგებს, რომ თქვენ გახდით ახალგაზრდობის წარმომადგენელი, მოგიწევთ, მაგრამ ძირითადად თქვენ უნდა დავკავშირდეთ და უთხრათ, რომ აი მე მინდა რომ მე ვარ ახალგაზრდობის წარმომადგენელი და მინდა რომ თქვენთან მოვიდე სკოლაში ან უნივერსიტეტში და თქვენს ახალგაზრდებს ველაპარაკო, ჩავატარო შეხვედრა ან მოდელირება ან ნებისმიერი სხვა რამე, რა ვიცი, თამაშით თუნდაც შემეცნებითი ან ნებისმიერი კონკურსი და ასე შემდეგ. კი, რა არის ეტაპები გასავლელი კონკურსის? პირველ რიგში 10 თებერვლამდე რაც უნდა გააკეთოთ და ეს განცხადება დევს ასევე ახალგაზრდობის სააგენტოს გვერდზე, Facebook გვერდი აქვს, აი ესე იწებნება ახალგაზრდობის სააგენტო. ამ სააგენტოს გვერდზე უნდა გააგზავნოთ თქვენი CV, ასევე ესე, რომელიც სათაურიც არის მოცემული კითხვა და იმ კითხვას უნდა გასცეთ აუცილებლად პასუხი. ეს ესე უნდა იყოს არაუმეტეს 500 სიტყვისა და თუ მეტი იქნება მართლა ქულად აგაკლდება თამაში. და ასევე სამოქმედო გეგმა 20,000 ლარის ფარგლებში. იმიტომ რომ ეს გაეროში წასვლა კი, ეს პროგრამა არის მოხალისეობრივი, ჩვენ ხელფასს არავინ არ ვიღებთ ამაში. თუმცა აგვინაზღაურდება ეს გაეროში წასვლა, ეს ორჯერ და ასევე რეგიონული ტური, ოღონდ 20,000 ლარის ფარგლებში. შესაბამისად, ჩვენ ძალიან რეალისტურად და კარგად უნდა ვიცნობდეთ და ვიცოდეთ ფასები. რა შეიძლება დაგვიჯდეს მაგალითად გაეროში 1 კვირის გატარება ნიუ-იორკში, თავისი ბილეთით, თავისი სასტუმროთი კვებით, ყოველდღიური ხარჯი, ტრანსპორტი, მოგეხსენებათ საკმაოდ ძვირი ქალაქია.
ამიტომ თუ არ ვიცი ვინმე ყავთ ნაცნობი ნათესავი, ეს ძალიან დიდი პლუსია ნიუ-იორკში. ასევე ძალიან დიდი პლუსია, მაგალითად საქართველოს მასშტაბით უნდა იცოდეთ, ასევე რა ფასებია ტრანსპორტის, სასტუმროების კვებაში რამდენი შეიძლება დაგჭირდეთ, ხო? მაგალითად ავტობუსით თუ ივლით, აუცილებლად ჩეკი უნდა გქონდეთ წარმოდგენილი, რომ ეს ხარჯები შემდეგ დაადასტუროთ. და ეს გეგმა უნდა იყოს საკმაოდ კონკრეტული და რეალისტური, ამას აფასებენ ბუნებრივია. მეორე ეტაპი იქნება უკვე გასაუბრება, ეს ყველაფერი ინგლისურ ენაზე, სხვათა შორის. მეორე ეტაპი არის უკვე გასაუბრება, სადაც კომისიის წევრებს შეხვდებით და დაგისვამენ კითხვებს და თქვენ უკვე გაესაუბრებით. და მესამე ეტაპი არის საჯარო გამოსვლა, რომელიც იქნება დაახლოებით კი არა და კითხვა არის, რომ წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ გაეროში უკვე გამოდიხართ სიტყვით და რა სიტყვით, აი რა გინდათ რომ თქვათ. გექნებათ ამისთვისაც 5 წუთი. რა თქმა უნდა, ყურადღება მოექცევა სტრუქტურასაც ამ გამოსვლის, ხო, რომ კარგად იკვეთებოდეს შინაარსი, დროის რეგლამენტს, ინგლისური ენის ცოდნას და ასე შემდეგ. და შემდეგ გამოვლინდება ერთადერთი გამარჯვებული. ჩემი გამოცდილებიდან მინდა გითხრათ, რომ მაგალითად 2019 წელს, როდესაც მე ამარჩიეს, ჩემი მანდატი ცოტა გაიწელა პანდემიის გამო, წელიწად ნახევარი გამოვა, მაგრამ ისე 1 წელია ხოლმე. ჩემი მაშინ იყო დაახლოებით პირველ ეტაპზე იყო 50 განცხადება. და ფინალში იყო 12 განცხადება. რაც ნიშნავს, რომ და 12-დან ამარჩიეს მარტო მე ერთ ადამიანს ირჩევენ. ზოგიერთ ქვეყანას ყავს 2, 3, 6 წარმომადგენელი არიან ეგეთი ქვეყნებიც, მაგრამ საქართველოს ყავს 1. და ამიტომ მე 4 წელი ვცდილობდი, რომ ავერჩიე. 4 წელი ვიღებდი კონკურსში მონაწილეობას. და უკვე ბოლო შანსი როცა მქონდა ასაკობრივი თვალსაზრისით, მაშინ ამარჩიეს. ამით რისი თქმა მინდა, რომ აუცილებელია, რომ იცნობდეთ კარგად ახალგაზრდობის წარმომადგენლის საქმიანობას. მე ყველა ჩემ წინ ვინც ყავდა, ყველა მყავდა ჩემს გადაცემაში მოწვეული ახალგაზრდობის წარმომადგენლები. მათ გვერდს ყოველდღიურად თვალყურს ვადევნებდი, რას წერენ, რას აკეთებენ. ასევე ყველა მათს გამოსვლას ვუყურე გაეროში, იმისთვის რომ გამეგო უკეთ, რომ რა შემეძლო, რომ გამეკეთებინა მე ამ პროგრამის ფარგლებში, რომ მეტი ინფორმაცია მომეპოვებინა. რა თქმა უნდა, სტრატეგიებიც წავიკითხე, სხვადასხვა გაეროს სააგენტოების შესახებაც ძალიან ბევრი ინფორმაცია მოვიპოვე და ასე შემდეგ. რატომ მომინდა ამ პროგრამაში მონაწილეობა? პირველ რიგში, როდესაც ვიყავი ასევე Flex-ის პროგრამის მონაწილე, მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის და 1 წელი ვიცხოვრე ამერიკაში. ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ჩაბარებამდე. და ამან მასწავლა და მაჩვენა ძალიან მნიშვნელოვანი რამე ჩემთვის ეს იყო, რომ პატარა ბავშვსაც, ხო, თინეიჯერს შეუძლია მოხალისეობა და შეუძლია რაღაც კარგის გაკეთება, ღირებულის. ის არა ის მარტო მიმღები, ის შეიძლება იყოს გამცემიც, ხო, გარკვეული სიკეთის და ცოდნის და სასარგებლო იყოს უკვე საზოგადოებისთვის. და როდესაც დავბრუნდი საქართველოში, მე მომინდა, რომ ასე ყოფილიყავი მოხალისე. და მომდევნო წელსვე გამოჩნდა შესაძლებლობა გავხდი ლიდერი, ესეთი პროგრამა არსებობს, ბანაკი, ანუ გოგონები, მსოფლიოს ლიდერები. ვიყავი მანდ ლიდერი, ვატარებდი ტრენინგებს, ვარჩევდი, ანუ აპლიკაციებს ვკითხულობდი, ვარჩევდი მონაწილეებს, ვუკავშირდებოდი შემდეგ ვუხსნიდი ლოჯისტიკას, როგორ უნდა ჩავიდნენ სად და ასე შემდეგ, სად დახვდებოდათ ავტობუსი. და მე უკვე ვატარებდი სხვადასხვა ტრენინგებს, კიდე შეხვედრებს მაგის გარდა და გამიჩნდა სურვილი, რომ აი სახელმწიფო რაღაცა სტატუსი მიანიჭოს ამ ჩემს ახალგაზრდულ საქმიანობას. და ამ დროს ერთ-ერთ ესეთ ღონისძიებაზე 2015 წელს ჩემთან ერთად ასევე გამომსვლელი იყო სიტყვით ლაშა შაულაშვილი, იმ დროს ახალგაზრდობის წარმომადგენელი. და იმდენად დამაინტერესა ამ პროგრამა, მაშინე მოვინდომე მასში მონაწილეობა და შევიტანე განცხადება, დავიწყე უკვე კონკურსში მონაწილეობა. ამას გარდა მე ყოველთვის მინდოდა ასევე ბავშვობიდან 13-14 წლიდან მოყოლებული, რომ საქართველო წარმომედგინა რომელიმე საერთაშორისო უწყებაში ან სასამართლოში. და ეს ამის შესაძლებლობა მომცა ამ პროგრამამ. ასევე მე მყავდა მოხალისეები და დღემდე მყავს, რომლებიც მეხმარებოდნენ მაგალითად რეგიონული ტურის დაგეგმვაში, მაკავშირებდნენ სკოლებს, დავდიოდით ზოგჯერ ერთად ამ სხვადასხვა შეხვედრებზე რეგიონებში და ასე შემდეგ.
ერთი სიტყვით მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა და ჩვენ ამ პროგრამას შინაარსი უნდა შევძინოთ ახალი იდეებით, ახალი აქტივობებით ამ პროგრამის ფარგლებში. ყველას წარმატებები კონკურსში მინდა გისურვოთ და მინდა რომ ჩაერთოთ ამ პროცესში, რა თქმა უნდა. და ველოდები თქვენს კითხვებს. მადლობა ამ ლაივის ყურებისთვის.